საღამო მშვიდობისად ყველას თითქმის საღამოა დღეს საღამოთი ჩამოვედით კალმახზე სათევზაოდ დავრჩებით დილის აქტიურობაზეც წავუსპინინგებთ წავეთამაშებით კალმახებს და ნახოთ რა გამოვა საღამოს და დილის თევზაობას გადავაბავ ერთად და ერთად შევხედოთ რა გამოვა დღეს ვითევზავებ ფეივორიტის არენა ფარფლით 1.5-დან 4 გრამამდეა რბილი ჯოხი არის ეს moderate fast-ია და სასიამოვნო არის ხოლმე ამით თევზის ჭერა დაწყებით დავიწყებ ისევ ფლეშლურესის სილიკონით ფლეშლურესის სილიკონით მიყვარს თევზაობა იმიტომ რომ ისეთ ადგილებში ვატარებ ხოლმე რომ სადაც შეიძლება ყალას ან ობლერს აჯობოს გამოტარებით რა უფრო რთულ ადგილებში შემიძლია ჩავაგდო და კარგად ჩავატარო ამიტომ სილიკონით მირჩევნია ხოლმე უფრო თევზაობა თუმცა იქნება ადგილები სადაც ალბათ ყანყალას და ობლერსაც მოვსინჯავ მაგრამ ძირითადად უფრო სილიკონით შევხედოთ აბა რა გამოვა გამოტარების პრინციპს რაც შეეხება ძირითადად დინების საწინააღმდეგოდ ვისვრი ხოლმე და მე დინებას ვაყოლებ სილიკონს ფერი განსაკუთრებული არ არის ფსკერზე რო ჩავა მე იქ გრძნობ ქვებს რო ეხება და დარტყმასაც იგრძნობთ როგორც წესი ასე რომ ბევრს ერთულება ხოლმე სილიკონზე თევზაობა მაგრამ ერთი პატარა მუღამის დაჭერაა და მე გაცილებით უფრო საინტერესო ხდება ხო კალმახზე თევზაობასაც შეეხება მაინც ვინც არ იცის 1-2 სიტყვით რომ დაიჭირე გაუშვის მეთოდით თევზაობთ რა თქმა უნდა ხელის მოკიდება მხოლოდ სველი ხელი უნდა მოვკიდოთ და რაც შეიძლება მალე გავანთავისუფლოთ ნემსკავიდან რომ უნებლად გავუშვათ ნემსკავიც უენო ნემსკავი რა თქმა უნდა აქ ოფსეტური ნემსკავი მიგეთია მაგრამ ენა ჩაკეცილი მაქვს რა თქმა უნდა ოფსეტური ნემსკავით ჩაბმებში უფრო ნაკლებად შევდივარ ხოლმე და ჩაწყვეტებიც ნაკლები მაქვს თორე ისე ღია ნემსკავი ჯობია რა თქმა უნდა თევზის დაჭერის ხრივ გამოსადებად ღია ნემსკავი გაცილებით ეფექტურია ხოლმე მაგრამ მე ჩაწყვეტები ბევრია Opa. ასე ჩვენი პირველი კალმახია. ცოტა პატარაა, მაგრამ ასეთი პატალა. ოჩარი. ავანთავისუფლეთ უცბად. კაი, გაჩერდი. Cheers. Zavita. ლამაზად ამოხტა. მოდი და მე თვითონ გაგიშვებ, მოდი. მობრძანდი? მიცე გაგიშვებ.
კარგი. 2 წუთი გაჩერდი. 2 წამი. ხე რა, ზუსტად იმ მომენტში ფართხალებს ნემსკავი რომ უნდა გამოვაძრო, ზუსტად. და ფლუოროკარბონში გადაიხვია თავი. რანაირად გადაიხვია ახლა თავი, ჰა? რა გინდოდა? Всё. ახლა მე გამომედო. Всё. Okay. Მიდი, აი. Opa. არა, კალმახზე სულ სხვა გრძნობაა რა. ამ თევზის ჭერა. აიცა ცოტა წყალში შემოვალ და ისე ამოვიდა. ესე სილიკონი მომიძრე? ჯიგარი ხარ. სულ ახალი იყო არა და. აიცა. როგორ იმ მომენტში იცი მაინც და მაინც თავის ქნება. ვახ. всё. სილიკონი მოაძრო. ესეთი. გოხდა ბიჭი. ან გოგო. მიდი. ობისა ყველას ვაგრძელებ დღეს მეორე დღეა გუშინ საღამოს ბევრი ვერაფერი, მაგრამ ნუ რაც იყო. გამოდენიმე ცალი მაინც დავიჭირე. დღეს გავაგრძელებ. საკალმახე მდინარეს ვერ დაგისახელებთ ხოლმე. დიდი ბოდიშის მოხდით, რომ თევზი წითელ წიგნშია და ბევრი ბრაკონიერი ნადირობს მასზე დაუშვებელი მეთოდებით და ამიტომ საკალმახე მდინარეს ვერ ვიტყვი ხოლმე და დანარჩენ შემთხვევაში რაც იქნება კი ბატონო არ არის ხოლმე პრობლემა. გავაგრძელებ აბა დღეს კალმახზე ნადირობას და ნახოთ რა გამოვა. პირველივე ჩაგდებაზე როგორ გააფუჭა სულ ახალი სილიკონი მოაწყვიტა. კალმახზე თევზაობა ნადირობას გავს ხოლმე უფრო ხშირად ესე მიზანში სროლაც აი დაჭდა პირველი მიზანში სროლა სჭირდება ხოლმე ხშირ შემთხვევაში ისეთ რთულ ადგილებში ჩასაგდებად და საინტერესო არის ხოლმე ძალიან ესეთი შვენიერი ზონის აი დამშვიდე ესეთი შვენიერი კალმახი გავანთავისუფლო უცბად ელე კაი გაჩერდი 2 წამი გაჩერდი და გაგიშვი всё სილიკონი დამიბრუნე
კაი ბიჭი ხარ. სილიგონს დავიბრუნეთ. ხელს დავისვალებ, ისედაც ხელთათმანი მიკეთია. და ასე ახლოდან რომ გაჩვენოთ და ესეთი ლამაზი. ოპა. გაიქცა. კარგად დაარტყა დაჭდა. აი, წაიღო. აი, წაიღო. ესეც იმხელა ზუსტად. უფრო დიდებზე ვინდა ვინადიროთ. სილიკონის უპირატესობა ეგ არის. სილიკონის უპირატესობა ის არის, რომ შედარებით უფრო დიდ მაზოვებმა იციან აღება. ნუ საშუალოდან ზევით. თორე დავაყენებ ყანყალას და ქვეყანა პატარას დავიჯერ. და არც ვიდეო იქნება საინტერესო. და არც ჩემთვის იქნება პატარა კალმახების წვალებაზე ისეთი რაღაცა ადრენალინის მიღება. სასიამოვნო. ასე რომ სილიკონით მირჩევნია ხოლმე უფრო. პირიდან გავაცალე. ცისარტყელა. აუ, რა სიმაღლეზეა მოხდა. რა სიმაღლეზეა მოხდა. ცისარტყელა მე მგონი. ცისარტყელა. მოდი, ცისარტყელოვიჩ. მოდი, ცისარტყელო. ნება. ესეც ცისარტყელა. ცისარტყელას წაყვანა უკვე შეგვიძლია. ესეთი. სულ ერწყლისფერი. შავი კოპლები საერთოდ არ აქვს თქოს. ნიცა. ნემსკავი მოძდრო. ესეთი კოხტა ცისარტყელა. ბიზინამ დაიჭირა. არა. აი მე დავიჭირე. ეს ცოტა მოსდილი ჩანს. საშუალოდ. ეს ბალახები არ მეშვებიან. არა. აი ბიჭი არის. ეს? ეს ლამაზი არის ძალიან. ეს ლამაზი კალმახია. ესეთი. არ გაინძრე და უცბად გაგიშვებ, არ გაინძრე. ოპა, всё. დავისვალოთ ხელი. დავისვალოთ ხელი და მოდი ლამაზად გაგიშვა.
აქ დავიჭირე წინა. აგე თან რა კაი. მოგითხარი, აი გატვილია თქო. სილიკონი არ მომპაროს. მაცა სილიკონი. ორმაგი დაჭერა. სილიკონით და კალმახით. ეს კარგია, ეს დღეს ყველაზე დიდია. ეს დღეს ყველაზე დიდი ბიჭია. როგორი ბიჭია. მოტყუდა. უნდა მოწიო. ჩაჭდა. სილიკონი მომპარა. მაიმუნა. ეს ცოტა პატარა არის დღეს. ცოტა ჩაუშვათ და გიუწვეთ. ეს. ცოტა ღრმა ყოფილა. კარასები? რა იცი რო კარასები? დავინა კაპერილი. ოჰო. აი ამას ველოდებოდი. მოდი აქ. მოდი აბა ვნახოთ. ვინ აჯობებს მოდი. ნახოთ ვინ აჯობებს. რაღაცა ხავსებიც მოედო, მაგრამ არა უშავს. მოდი. მიდი აბა ერთი. ვაჩვენე რა შეგიძლია. რა იყო? სუეგა ხარ? სუეგა ხარ? ტანი კი გაქვს ბატყუ არა? ცოტა იბრძოლე. ხო. მოდი აბა, მოდი. მაგარი არის. კი მე მგონი კილოზე მეტი იქნება. კილოზე მეტი იქნება, მძიმეთ აწვება. მაგრამ სტარტები პატარაა. ხა ეს მიყვარს რა. კალმაღზე თევზაობა არის ნომერ პირველი ჩემთვის. ვისთვის როგორ არ ვიცი, მაგრამ კალმაღზე თევზაობა არის ნომერ პირველი. ჯერ მარტო პროცესია ეს სადღაც შეგდებები, სიარული, რა ვიცი, პატარა თავგადასავალივით არის ხოლმე. ნახეთ რა სილამაზეა, ნახე. ჩემი. ვაიმე. ჯოგამა. გაიღვიძე? კარგია, მოდი, ხელმეორეთ. მეორე რაუნდი. პირველი ნოკაუტიდან გამოხვედი. მოდი. მოდი, მაინც უნდა გაგიშვა, მაგრამ მოდი. ესე. ეს არის სილამაზე, აი. ეს არის სილამაზე. ზაკარგი ხარ. ეს ფოტოს გადავუღებ და მერე გავუშვებ. ხელში მინდა რომ გადავუღო ფოტო. გამოვთავ ახლა კამერას, ფოტოებს გადავუღებ და მერე გავუშვებ. ესე. ფოტოსესია ჩაუტარეთ, ახლა პატარათი ამოვასუნთქებ. ჩვენ ბიჭს. ესე. აბა. მიდი. გაიქცა. ესე. ალადეც.
კაი ბიჭი იყო. ან გოგო, უფრო გოგოს გავდა, უწელი გაბერილი ჰქონდა. მალე პირითობა უწევთ ამათ და გამრავდნენ და გაიზარდო. აბა ერთი ჩამოუქროლოთ ჩვენ კალმახებს. ოჰო. ვაიმე. ბიჭო, ჩემი ეს რა. სასწრაფო წყალში უნდა ჩავიდე როგორნე. რა. აქეთ მოდი. აქეთ მოდი. რა ცუდად. აქეთ მოდი. ოიმე, ჩემი ესეც მაგარი ზომაა ძალიან. ვახ, ჩემი რომ ხელა. მინიმუმი მხელა არის. დედა. აი ესეთი ჯოხით. აი ამ ხელა ნაკადულის დაჭერა. კაი. აბა. რუკი ხელა არის. მოდი აქ. არა, იხელა არ არის. ცოტა პატარა არის იმასთან შედარებით. უბრალოდ ის უფრო მსუქანი იყო, თორე სიგრძეთ მე მგონი ერთი და იგივე არის ესეც და ისიც. აი, ფლეშლურესის კუდმიერთებული ჭია. როგორ მუშაობს. ეს არის კაი. ჟალამაზი ხარ. კაი, ერთი პატარა ფოტოსესია ამასთანაც მინდა. აი, სილამაზე. კარგი იყო. ამასაც მადლობები ამ ხელა ზღვა ემოციებისთვის. აი ესე. ბრაკონიერებო. კარგად უყურეთ ესეთ ვიდეოებს. და სუფრაზე საქართველოს სადღეგრძელო არ დაგავიწყდეთ ხოლმე. ამით დაგემშვიდობებით. რაღაც ქარიც წამოვიდა და თევზიც გაპასიურდა უკვე, მაგრამ დღევანდელი დღე იყო, არ ვიცი, ჩემს კალმახზე თევზაობის ისტორიებში ერთ-ერთი სუპერ დღე იყო. ესე არასოდეს არ დავცლილ ვარ ემოციებისგან და ადრენალინისგან. კალმახზე თევზაობა არის ჩემთვის ნომერ პირველი სპორტი. და რაც შეეხება ჯოხს და სატყუარებს, არ ვიცი. რეკლამას არ გავუკეთებ. თქვენი თვალით ნახეთ, აგერ რა შეუძლიათ, თუ გინდ ჯოხს და თუ გინდაც ფლეშლურესის სილიკონებს. დროებით აბა, წარმატებები ყველას.